მოვიდა კინოს დროც. საბანი გააქვს? საბანი. ნაკეთი აქვს? ბევრი. ჩემი საბრის ნაკეთი შეგიძლია ესე იგი დაწერო რამე ან გადაიღო. უკვე დაწერილია და უკვე გადაიღებულია. და უკვე ცნობილია თარიღი, როდის ნახავს ქართველ მაყურებელი საქართველოს კინოთეატრებში ზაზა რუსაძის ამ სახელწოდების ფილმს, რომელსაც სხვათა შორის უკვე დიდი ხანია ველოდებით, იმიტომ რომ კარგი ხანია დასრულდა მასთან მუშაობა. ზაზა რუსაძე, იმიტომ რომ შემოქმედებითი ჯგუფია, აი ძალიან საინტერესო და იმიტომ რომ საბრეს ამოკეცოს ყველას გვერაყრება ხალხახანიშებები. ნუ არა მგონია ეს ფილმი საბრის ამოკეცვაზე იყოს და რაზეა და რატომ შეიქმნა საერთოდ მოდი ეს ვკითხოთ თვით რეჟისორს და მსახიობებსაც. ზაზა რუსაძე, კინორეჟისორი და მსახიობები თორნიკე გოგრიჭიანი და თორნიკე ზია ვარიან ჩვენი გადაცემის სტუმრები. მობრძანდით. აბა გაიგებთ სამივე შესანიშნავი თანკბილვა გაქვს პირველი ჩემი და გამომდინარე. ყველა თორნიკე ხია ის თქვენ თაფილში. როგორ ზაზასაც თორნიკე ხია. მოდი აქეთ დაჭექი. ჩვენსკენ ახლა ერთ-ერთი გადმონაცვლად რა კიშინაურულად ვარ ყავასაც ხომ არ მიართმევდი. მოგაგენი გვაქვს ბიოყავა სხვათა შორის და ძალიან გემრიელი. მე როგორც ყავის არა მოყვარული ვაძლევ რეკომენდაციას ამ ყავას. ძალიან მოსახლეობის ზაზა პირველი კითხვა ეს ჩნდება ხოლმე რატომ ქვია ამ ფილმს ეს სახელი. ჩვენც ახლა ცოტა ნახევრად ხუმრობით საუბრობდით ამაზე. თუმცა თუ და იცი რა რაღაცა მაშინ ცოტა მარტივი რამე დამავალეს. არა ესეც შეგვიძლია. სათაურს რაც შეეხება არცებობს ახსნა ამისთვის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სათაურშივე ყოფილიყო მინიშნება იმაზე თუ რა სახის ფილმია ჩვენი ფილმი. ანუ ფილმი რომელიც რაღაცნაირად თითქოს ადვილი ამოსაცნობია, ხო, გვესმის ჩემი საბნის ნაკეთსი. საბანია ნაკეთსია, ყველა სიტყვა ნაცნობია, მაგრამ მიუხედავად ამისა რაღაც შინაარსი თუ ამბავი რაღაცნაირად რჩება თითქოს რაღაც მისტიური და ამასთანავე კითხვის ქვეშ. და ეს გვინდოდა და გარდა ამისა ფილმში დიდი ნაწილი მთავარი გმირების, რომლებსაც თორნიკეები ასრულებენ, მათი შესრულებით არის ისინი კლდეზე ცოცავენ. და ფილმში არის რაღაც კადრები, როდესაც საბნის ასე ვთქვათ ზედაპირი ძალიან წააგავს კლდეს. ანუ ჩვენ ვუყურებთ საბნის ნაკეთებს, რომლებიც შეიძლება იყოს კლდის ზედაპირი, ტვინის ნაოჭები, შეიძლება იყოს მთა. ანუ ტრანსფორმაცია ერთი მდგომარეობიდან მეორე მდგომარეობაში. ეს იყო ალბათ რატომაც ესეთი უცნაური სათაური. ხო, ეს უკვე იმდენად საინტერესო იყო მარტო სათაურის ახსნა, რომ გაშიშებულები დაგტოვა. რომ ასე გაშიშებული უნდა დაგტოვოს, ვიდრე ფილმს ნახავ. თავარი ფილმს რო ნახავ, მე მიიღო ის რისი თქვაც უნდოდა და შინაარსი ძალიან მოკლედ კონტენტი თქვათ ისეთია, რომ პროვინციული ქალაქია. პატარა ქალაქი საქართველოში, თუმცა რომელ დროში ხდება მოქმედება არ ვიცით. ნუ ვიცით. სავარაუდოდ ეს არის რაღაცნაირად ახლო მომავალი, ყველაფერი მოგვაგონებს, თუმცა საბჭოთა კავშირს და ეს გადაწყვეტილება ჩვენი ასევე ჩანს იმ გადასაღები მოედნების არჩევაში, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, ძირითადად გადაღებულია წყალტუბოში, 50-იანი წლების ნაგებობებში, ჭიათურაში და თბილისში. და რაც შეეხება ამბავს, მე საერთოდ პირადად არ მიყვარს ამბის შესახებ საუბარი ფილმის, აი რაზეა ფილმი. ხედა მომავალს, ეს მაინტერესებს. იცით რა, ამ ფილმზე მუშაობა რამდენიმე ხნის განმავლობაში მიდიოდა, ხო, დაუშვათ იწყება სცენარის, იდეის განვითარება, სცენარის წერა და რაღაცნაირად ეს ჩემი პირადი გამოცდილება ალბათ აირეკლა და მაშინ და შეიძლება ითქვას დღესაც ესე ვხედავ სამწუხაროდ ახლო მომავალს, ვინაიდან თუმცა შესაძლებელია რომ ეს კიდე შევცვალოთ ჩვენ თვითონვე. თუ რასაკვირველია გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რომ ჩვენ ჯერჯერობით მაინც გვმართავს საბჭოთა გამოცდილება ჩვენს მეხსიერებაში. ჩემ თაობასაც, ჩვენ თაობასაც ჯერ კიდევ სამწუხაროდ. და განსაკუთრებით ამ ბოლო წლების განმავლობაში, როდესაც მე გერმანიიდან დავბრუნდი, რადგან იქ ცხოვრობდი და ვსწავლობდი და მე აქ დავიწყე ამ ფილმის მომზადება, რაღაცნაირად ჩემი კომენტარი იყო თუ ჩემი აღქმა იმ გარემოში, რომ თითქოს ყველაფერი ახალია, იცვლება ბევრი რამე, შენდება, ძალიან დიდი რაღაცნაირად ცვლილებებია, რომელიც ვიზუალურად, მაგრამ ძირში რაღაცა არის, რომელიც ძალიან კაჩავს უკან. აი დაახლოებით ეს იყო ჩემი განცდა და
კომენტარის სახით რაღაცნაირად. სწორის თაბაჭდილები და ესე აღვიქვი ყოველ შემთხვევაში ჩემი საკუთარი სამშობლო, სადაც 15 წელი არ ცხოვრობდი მანამ. სამშობლო, ეხა სამშობლოს ხანეთ. თქვენი თაბაჭდილები. ესეთივე გაგონდათ მანამდე. მე მგონი რომ მართლა რაც დაზეგეს ამ პირად გამოცდილებაზეც და ჩვენი თაობის რაღაც გამოცდილების მიხედვით გაკეთებული ფილმია და მე ვთვლი რომ ესეთი რაღაცები ყოველთვის ესეთი გამოცდილება ყოველთვის უნდა დაიდოს ხელოვნების სახით განსაკუთრებით და უნდა იყოს ხოლმე ამ საუბარი და მე რაც მომწონს ამ ფილმში არის ის რომ ბევრი კითხვები ჩდება და ფილმის ბოლოს მაყურებელს შეუძლია თვითონაც ბევრი კითხვები ხო დასვან და ხო ზუსტად იმიტომ არის მისტიკური თვითონ ამბავიც და აი ამ პერსონაჟების თქვათ იგივე ბედიც ხაზიც ერთმანეთთან დამოკიდებულება რომ მე მგონი რომ იქ ქართული მაყურებელი ყველა თავის წილ მას დაინახავს პასუხებს თავაზობთ ისიც რა არის რაღაც პასუხები რომელსაც თვითონ მოვლენები ადგენს მაგრამ მაინც იმდენად ბევრი რაღაც არის სიმბოლური და მე საერთოდ მიმაჩნია რომ 21 საუკუნეში განსაკუთრებით ბევრი რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დატოვო, იმიტომ რომ მაყურებელს და საერთოდ საზოგადოებას კონდეს ამაზე პასუხის გაცემის ესე და არ ვიცი მე რაც გამოცდილება ქონდა არჩეულები ჯგუფთან მუშაობის ბედნიერება ხო მუშაობის ოპერატორთან, მხატვართან, კოსტუმების მხატვართან, გაზასთან ჩვენ თვითონ და არ ვიცი მე ჩემთვის ესთეტურადაც ჟანრი ეს მისტიკა ეს ახალი ჟანრი როგორც მსახიობისთვის არა მე მისტიკა არ არის მისტიკა ხო არ მაყურებელს არასდროს არ არის განსხვავებული სხვა აქან და შესრულებული როლებისგან კინო რაც შეეხება კინოს განსხვავებული იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ აბსოლუტურად შეიძლება დაერქოს კინო ახლა რაღაცა არის ნამდვილად რეჟისორი დუმს იცი რა არის კი როგორ არის ეს მე რაც მომწონს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი რაც არის ამ ფილმში ის რაც მე მომწონს პირველ რიგში როცა თავიდან ეს სცენარიც დავიკითხე და ეს არის იმ ტიპის კინო სადაც ფილმის ნახვის შემდეგ ალბათ მაყურებელი დაიწყებს აქტიურად ფიქრს და ეს არის ალბათ ამ კინოს და ამ ფილმის და ამ ჩვენი ნამუშევრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარე და პლუს ეს არის ესეთი ფილმი რომ აბსოლუტურად ყველაფერი გასაგებია და რაღაც ესეთი მეინსტრიმ შეულებრივი კითხვები აღარ დარჩება და ყველაფერი გარკვეული იქნება როგორც სახლის მაინტერესებს აი სამუშაო პროცესი როგორი იყო შეფერს ახალი ამოცანები იდგა შეწინაშე თუ თქვათ ნაცნობი იყო ეს ყველაფერი როგორი ნებისმიერი ახალი პროექტის დროს ახალი ამოცანა დგას ჩემ წინაშე როცა აქ ვერ ვიტყურეს განსხვავებული თვისობრივად ყველა იმისგან წინა პროექტისგან დავუშვათ ნებისმიერ შემთხვევაში ახალი ამოცანა დგას შენ წინაშე ნებისმიერ შემთხვევაში ამას უნდა შეხედო როგორც პირველს როგორც შენი მომენტში ხარ აქ ეს ყველაფერი შენთვის ძალიან ახალი რომ ბოლომდე დავუშვათ იმ პერსონაჟში აღმოჩნდე და უკვე აღარ იყოს რაღაც ხელოვნური შენი ქმედებას და ფიქრიც და ასე შემდეგ იმიტომ რომ მაგას მაყურებელი ძალიან კარგად არიქონს ზუსტად საერთოდ არსებობს ესეთი მოსაზრება რომ თქვა ესეთი საავტორო ძალიან დამაფიქრებელი ფილმებიო არ არისო კომერციულიო თქვენი აზრი როგორია ამაზე? რამდენად იქნება ეს ფილმი კომერციული და რამდენად დაამსხვრევს ამ სტერეოტიპს, რომ მაინც კომერციული ფილმი უნდა იყოს ის, ან რაზეც იცინი, ან რაზეც ტირი? მე შემიძლია გითხრა, რომ საფრთხები საქართველოს რეალობაში რატომ უნდა არსებობდეს კომერციული კინო? ხო, სად არსებობს? აი, ერთმარტივ რაღაცაზე რომ შევთანხმდეთ, ჩვენი ყველა მიცის ეს, რომ კომერციას განაპირობებს ყოველთვის ის მაყურებელი და ის ბევრი მაყურებელი, რომელიც ითხოვს კინოს და რომელსაც უნდა რომ ნახოს კინო. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ენა ძალიან ცოტას ესმის საერთოდ სოფლიოში, საქართველოშიც კი ალბათ, მაგრამ სოფლიოში აქედან გამომდინარე, ხო, შეიძლება რომ კინო უბრალოდ ფიზიკურად არ გაიყიდოს იმდენად, რომ ღირდეს თქვათ იქ ბევრი ფულის ჩადება.
ზუსტად აი ამ ძირიდან მოდის აზრი კომერციული კინოსა. ამ შემთხვევაში კოპროდუქცია რაღაცა. არა, ამ შემთხვევაში ალბათ უფრო საინტერესოა მაყურებელი რა განწყობით წავა ამ ფილმის სანახავად. იმიტომ რომ თუ ჩვენ ნუ დღევანდელი მოცემულობა, ასე ვთქვათ, ჩვენი სამყაროსი არის ის, რომ ასე ვთქვათ, პრინციპი იმისა, რომ გადარჩება ის, რაც იყიდება. ის, რაც არ იყიდება, არ უნდა გადარჩეს. თუმცა ამ პრინციპს მე პირადად და ჩემი ბევრი მეგობარი თუ კოლეგა არ ეთანხმება, რასაკვირველია და ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია მაყურებელი რის სანახავად წავა. მაყურებელი წავა, რომ ის საათნახევარი ასე ვთქვათ, რაღაცნაირი გამაყუჩებელი აბი მიიღოს და დაივიწყოს ცხოვრება, განიტვირთოს, თუ სწორედ ამ ესეთი ის ექნება, რა ქვია, იმპულსი, ასე ვთქვათ, მაყურებელს, რომ მას უნდა სხვა სამყაროში გადავიდეს. მაგრამ იმაზე შევთანხმდით, რომ ორივე საჭიროა. არა, არჩევანი უნდა გაყოლოს მაყურებელს. არჩევანი არის, იმიტომ რომ ხვალ მე მგონი ჩვენი პრემიერის გვერდით არის ესეთი ფილმები, რომლებიც მეც სიამოვნებით უყურებ, ეს არის ამერიკული მეინსტრიმ ბლოკბასტერები, რომლებიც ძალიან მასვენებს ხოლმე, მაგრამ ხანდახან მინდება ასევე იმ ფილმის ნახვა, რომელიც მხოლოდ ამ ფუნქციას კი არ იტვირთავს, არამედ რაღაცას სადღაც მომგზაურებს. თუმცა ეგეთი ფილმები ჩვენ ვერავის კონკურენციას ვერ გავუწევთ, ისე საავტორო ფილმები თუ გავუწევთ კონკურენციას. ეხლა მინდოდა ზუსტად იმის გაგრძელება, რომ საავტორო კინო განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში ეხლა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ძალისხმევა პროდიუსერებისა, რა თქმა უნდა რეჟისორებისა და არტისტებისა გაცილებით მაღალი ეს როგორ თქვა მაღალ სკოლას აყალიბებს, თავისთავად აყალიბებს, იმიტომ რომ სკოლა მოიხსენებთ რომ სამწუხაროდ ჩვენთან აღარ არის და კიდე წლები დაჭირდება და ზუსტად აი ესეთ ფილმებზე მუშაობა ჩემი და ზაზას და თორნიკეს და ჩვენი თანამოაზრეების და თაობა ნამდვილად აი რაც დააკვირდი 10 წლის მანძილზე ნამდვილად ძალიან ბევრი რაღაცა ისწავლეს აი პირადად აი ამ კონკრეტულ ტრადიციები არის ტრადიციები და საფესტივალო ცხოვრებამაც ეს გადასაღებ მოედანზე წასწრები სულ ცოტა არტისტები ნამდვილად სწავლობენ განსხვავებით. აი სხვა პროფესიებისაც სწავლობენ თამაშს კამერის წინ. თუ შეიძლება სხვა პროექტებში და ეხა არ მინდა ისე თქვა, მაგრამ მხატვრულ კინოში და საავტორო კინოში, როდესაც პასუხისმგებლობა მაღალია პირველ რიგში სხვა ხელოვებისგან პირველ რიგში არტისტებიც და ეს ჩვენ გადასაღებ მოედანზეც იყო, ვინაიდან თორნიკეების გარდა ჩვენს ფილმში ისეთი ცნობილი მსახიობები თამაშობენ, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არ გამოჩენილან ეკრანზე, მაგალითად ბატონი ავთანდილ მახარაძე. ზურაყიფშიძე, რომელიც ასე უფრო მეტად ჩანს ეკრანზე ამ ბოლო დროს, დარეჯან ხარშილაძე, მარინა ჯანაშია, ახალგაზრდებიდან გიორგი გიორგანაშვილი, მაკა მახარაძე ძველი თაობიდან, გიორგი ნაკაშიძე. ჩვენთვის პირადად აი ეს და მე მახსოვს ჩვენ კინოფილმზე ვიღებდით 2011 წელს და მახსოვს როდესაც კინოფილმი ტრიალებს კამერაში რაღაც გარკვეულ ხმას გამოსცემს და მახსოვს ერთ დღეს ზურაყიფშიძე ახლოს დგებოდა ხოლმე კამერასთან და იზახდა როგორ მომენატრა ეს ხმა და ჩვენთვის იყო ძალიან კარგი გამოცდილება, როდესაც ეს სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები ერთ გადასაღებ მოედანზე ვქმნიდით ერთ ფილმს და ასე ვთქვათ მოცული ვიყავით იმ სიყვარულით, რაც არის კინოსკეთება. ეგ არის ჩემპიონთა ლიგის ფილმი, რაც არის ჩემთვის. ზაზამრას თქვა მინდა გავუსხაზი ერთხელ ანჯეი ვაიდასთან რომ საუბდი გითხრა დაახლოებით რა განსხვავება არისო მაშინ ნუ იმ დროს როცა ახალი იყო შემოსული ვიდეო ფირზე და ვიდეოს შორისო და თქვა რომ აი პატარა ფეხბურთი და დიდი ფეხბურთი რო იყო ეგ არისო და აბსოლუტურად არ გულისხმობდა ის გულისხმობდა მე გითხრა პასუხისგებლობას ფირის დროს მთელი ჯგუფის პასუხისგებლობას პროცესის დროს და ზუსტად ეგ არის რომ ამ ფილმის ერთ-ერთი ისიც კიდე ის იყო მომხიბლავი რომ ეს იყო ფირზე გადაღებული, ეს იყო კინემატოგრაფიული გზა და მე მგონი რომ ძალიან ბევრი იმაში ამაღლდა პროფესიული ხარისხი. წიგნები და ელექტრონული წიგნების რაღაც კიდე არა, ეგ არა, ეგ ისე არა. ეგ არა, ისეთი განსაკუთრებულია. იქ პირდაპირ გაგვეყოლება ეხლა მესამე ნაწილში და ეგ შეიძლება ბევრი მწერალი ვიმიცეს. ერთი წავით რა. მე მგონია რომ მივიდეთ ყველანი.
არ შემიძლია ეს უცარცერილი მაქვს ეს ღიმი როცა ჟანზე საუბრობდი ჟანზე შეღიმებოდა და მაინც მინდა კითხო როგორც რეჟისორი როგორც რაღაცა ავტორი როგორ განსაზღვრავა იცით ალბათ განსაზღვრავდი ამას კლასიკურ შემთხვევაში ხა ჟანრობრივად არსებობს დრამა არ უნდა ამკაცო შეიზღუდოს მაგრამ თუმცა აი ესეთი ჟანრობრივი მიმართულება რას ნიშნავს ეს არის მარკეტინგული ხერხი რომ წინასწარ განვაწყოთ მაყურებელი თუ რას უყურებს და მე სწორედ რაღაცნაირად მინდა რომ თქვენ განეწყოთ იმისთვის რომ ამ ფილმს რამდენიმე კარები აქვს საიდანაც თქვენ უნდა აირჩიოთ რომელ კარებში შეხვალთ მინდა დავიჯერებ ეს რეალობა სწორედ აი ფილმის დასაწყისი რაც არის გამოქვაბულში შესვლა რომელიც შეიძლება მისტიური დრამა დავარქვათ თუმცა რა ვიცი სიურრეალიზმი ცოტა რაღაცა სხვა გაცვლეთილი სიტყვა და არ მიყვარს მაგრამ ალბათ დაერქმევდა ამას მისტიური დრამა რა ვიცი შეიძლება ალბათ ის კითხვის ნიშნების რაც დაისმევა ისიც დამოინტრიგებელია მაყურებლისთვის და პასუხებს გასცეს მერე ჩვენთვის პირადად გასაკვირველია იმიტომ რომ ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რომ როდესაც გრძნობ რომ ფილმის შემდეგ საუბარი არ შემოიფარგლება იმითი რასაც ხშირად ვაწყდებით ხოლმე პრემიერების შემდეგ როგორ ახლა რაშვების ადაპირებს წასვლას არამედ კომუნიკაცია რა ვნახეთ გაგეხარდებათ ბევრი დაბნეული ჩაფიქრებული დაბნეული არა გაგეხარდება ის დისკურსი კომუნიკაცია დიალოგი საუბრები შეკითხვები შენ ესე იფიქრე მე ესე ვიფიქრე აი ეს ერთი რამე მაინტერესებს ამ ფილმს აქვს საფესტივალო მომავალი ანუ თქვენ აპირებთ რომ თქვა და ეს რაღაცნაირი დისკუსია გადაიტანოთ საფესტივალო მომავალი ამ ფილმის დაიწყო ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე 2013 წელს ამ ფილმმა გახსნა სექცია პანორამა და შემდგომ რატომაც ასე დაგვიანებით დაუბრუნდა ასე ვთქვათ საქართველოს ეს არის ის 23 საერთაშორისო კინოფესტივალი სადაც ფილმმა იმოგზაურა ამ შემთხვევაში ივლისში უკვე ფილმი DVD-ზე გამოდის გერმანიაში შემდეგ უკვე იგეგმება სხვადასხვა აქტივობები ევროპის სხვადასხვა ფესტივალებზე სატელევიზიო ჩვენება ასევე გერმანიის ტელეარხზე ამ მომენტისათვის ნუ ეს პარალელურად მიდის მაგრამ დადგა დრო რომ ეს ფილმი ჩვენი ჯგუფის წევრებმაც ნახონ იმიტომ რომ გადამღები ჯგუფი რომელიც ჩვენთან ერთად ბერლინში არის შარშან მათ არ უნახავთ მოწოდება მაყურებლისთვის რომელიც ის ახლა ფიქრობს წავიდე თუ არ წავიდე მოწოდება მაყურებლისთვის არის ძალიან მარტივი ჩემგან ის რომ აუცილებელი არის მარტო სასაცილო ფილმზე წახვიდე რომ დაძრე და მიიღო რაღაცა ემოცია და კათარზისი ასე ვთქვათ რაღაცა ესეთი შინაგანი საჭირო არის ხოლმე მაყურებელო რომ წავიდეთ ხანდახან და ვნახოთ ისეთი ფილმი რაც მოგცემს და გაგვიაქტიურებს ასე ვთქვათ ჩვენი ფიქრის უნარს არა და კი რაც რეალურად ცოტა მაგრამ ჩატარებული არა რაღაცნაირად ესეც ფილმებზე თანამონაწილე ხდები იმიტომ რომ გაძლევს შანს რეჟისორი ავტორი შენი ვერსია შეიტანო შენი გადაწყვეტილება მიიღო ხო ამ ფილმში და შენც თანამონაწილე ხდები ასეთ ფილმში და არ ხარ გადაწყვეტილი საერთოდ იგივე საავტორო კინოში და ნამდვილ ხელოვნებაში რასაც იმედი ეწოდება ნამდვილი ხელოვნება საერთოდ არ არის არც დასაძრახი და არც საერთოდ საკამათო ნებისმიერი პროცესი იმიტომ რომ ეს პროცესი ძალიან რთული გზით დგება აი ეს პროცესი არის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი თუნდაც ჩვენი ფილმის პროცესი და სხვა კიდე ფილმების პროცესი და არაფერი ანუ გამოსაძიებელი არასო პირიქით პოლემიკა ფიქრი და გაზიარება და ერთად კეთება რაღაცის ყოველთვის ქმნის ნებისმიერ ტალღას ნებისმიერ ქვეყანაში და ჯობია კითხვები სხვა ქვეყნებიდან დაგისვან ვიდრე ანუ ისე წარმატებულ პრემიერას გისურვებთ 11-ში ვიცი რომ დახურული ჩვენება იქნება და შემდეგ 12 ივნისიდან კინოთეატრებში უკვე ბილეთების შეძენა შეიძლება მე მგონი ბილეთები ჯიზე მოვკარეთ დღეს ალბათ კინოთეატრებში ესეთი კარგი პრეზენტაცია ფილმის მე ჩვენ ეთერში იშვიათად თუ მახსენდება მართალი რომ გითხრა ღრმაა და ესეთი კარგი ანალიზი და ისა არა მოსაწყენი ღრმაა და რა მოსაწყენი არ არის მოსაწყენთან არ ასოცირდებოდა რომ ეს ინტელექტუალური ფილმია რომელშიც ვერაფერს ვერ გაიგებ იმიტომ რომ ეს კიდეც რაღაცნაირი კლიშე არის რომელსაც უნდა მაგიტომაც წაოლენ ეგ მაგათო გაერთობით კიდევ არა მარტო ეს ორი ბიჭი კაცო რომლებიც გადასარევად სამახავები არ არის სამახავები არ არის ხოთეზე რომ იცოცხავენ ჩვენია ქართულია ჩვენი ფილმია ჩვენების ნაშრომია ჩვენების ნაშრომია და წავიდეთ ნახოთ და აუპასწროთ ამ ხალხს რომ დაცოცავთ ფილმებზე და ახლოს ველოდებით ტურაში დიდი მადლობა მოხვედრით